ქრისტიანისთვის სიკვდილი არის ძილის მსგავსი. ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს. ძალიან მიყვარხარ მამაო, ძალიან მენატრები, მაგრამ არ ვიტირებ პირიქით. სიამაყით ვიტყვი, რომ ჩემი განსაკუთრებული მოძღვარი იყავი. გავაგრძელებთ იმ ყველაფერს, რისი მაგალითიც თვითონ იყო სიკეთის, თავმდაბლობის და სიყვარულის. ყველა ქადაგებას ამთავრებდა, ძალიან მიყვარხართ და ჩვენ რომ პასუხობდით, რომ ჩვენს გვიყვარხართ, მამაო, მე უფრო მიყვარხართ, ცხოვრებას გვიოლებ და ამ სიტყვების გახსენება. ღმერთმა დააგლოცოთ ის მადლი, დღეს ძალიან დიდ და შინაარსობრივ ქადაგებას ვფიქრობ. და ეს დიდი და შინაარსობრივი ქადაგება მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგება. ძალიან მიყვარხართ. ეს მამა თეიმურაზის ერთ-ერთი ბოლო ქადაგებაა. თითქოს გრძნობდა ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრულის მოახლოვებას. ასე განსაკუთრებულად ემშვიდობებოდა მრევლს, სოფელს და საყვარელ ტაძარს. განსაკუთრებულად ვეხუტებოდა, გურჩი გვიკრავდა იმ დღისით. ეხლა რომ უფიქრდები, გონია რომ მართლა გვემშვიდობებოდა. დიდ ჩაილურშიც და მთელს საგარეჯოშიც მამა თეიმურაზი გამორჩეულად უყვარდათ. ძალიან განვიცდით ამას, ძალიან მოგვაყდა, რაღაც თითქოს დაავობლდით. 30 წლის აღესრულა და მაინც შეძლო ამ ქვეყნად დიდი სიყვარული დაეტოვებინა. ჩემი ნატრა იყო რომ ყოფილიყავი სოფლის მოძღვარი და მემსახურა სოფელში იქ სადაც ხალხს არ ყავდა მოძღვარი, იქ სადაც ხალხს უფრო მეტად ჭირდებოდა დაპურება. სემინარიის დამთავრებიდან მალევე აუსრულდა ეს სურვილი. 23 წლისა ჩაილურის ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. აღდგენილ ტაძარზე ჯვარი მამა თეიმურაზმა მრევლთან და მეგობრებთან ერთად აღმართა. უძველეს ეკლესიაში განახლდა წირვა-ლოცვა. პირველად ძალიან ცოტანი ვიყავით. დაიწყო ოჯახების კურთხევა და შედიოდა თითოეულ ოჯახში. სოფელი შეიცვალა. ახალგაზრდა მოძღვარმა მალევე დაუბრუნა ტაძარს მრევლი. მოხუცები, ავადმყოფები, ვინც ეკლესიაში ვერ დადის, სახლში აზიარებდა, არ ჰქონდათ ჯვარი და აი პირველად მან შეიტანა ოჯახში. მე ომში გარდაცვლილის დედა ვარ და მეუბნებოდა, ნუ ენერვიულებთ, ოღონდ შვილის სიკვდილით მოუკვდა და დღეს ვიამიწევია ხელები. მან უღეშები და ჩამოდიოდა ყოველ დღე. მამაო სტიქაროსანი იყო, ჩემი ნიკოლოზი. 12 წლის მოულოდნელად დაიმართა ლეიკემია, რაღაც ცეთი მძიმე ფორმა და სულ რაღაც ერთ კვირაში ისე რომ გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარით და ამის ყველაფრის გაანალიზებაც ესე დაგვტოვა. მაგრამ მამაოს ესეთი გვერდში დგომით, ესე ვთქვათ, იოლად გადავლახეთ, თუ ესე ითქმის, მაგრამ მაინც იოლად. მრევლის და ახალგაზრდების საეკლესიო განათლებაზე ზრუნავდა. ტაძარი ბავშვებით ივსებოდა. დაარსა საზაფხულო სკოლა, სოფელში ხშირად იწვევდა სასულიერო სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებს. ახალგაზრდების მონაწილეობით მართავდა ღონისძიებებს, უყვებოდა წმინდანთა ცხოვრების საინტერესო დეტალებს, ასწავლიდა ღვთისმოშიშებასა და სიყვარულს. სკოლაში სულ ესე 100-დან 112 მოსწავლემდე გვყავს ჩვენ. შარშანწი ხარება 60-ზე მეტი მოსწავლე ეზიარა, ძალიან ბევრი სტიქაროსანი წყავს მოსწავლე. ვიცი ჩემს სიკვდილს ვერ აიტან შენი სინაზე. დაგაციებულ შუბზე კოცნაგე უსხოვება. ერთადერთ წამად ჩაიქრულებს თვალთა წინაშე, მარტოდენ ცრემში დატეული მთელი ცხოვრება. მამა თეიმურაზ ქორიძემ 16 წლის ასაკში იპოვა, როგორც თავად ამბობდა, ერთადერთი სიყვარული და ცხოვრების მეგზური. მას შემდეგ არ ყოფილა დღე მეუღლის გარეშე. საოცარი მეუღლე პირველ რიგში, შეეძლო ლექსები დაეწერა მისთვის, სიყვარული აეხსნა. ხანდახან ჩვენ მეგობრები ვეხუნებოდით ხოლმე, რომ ჩვენ მეუღლებსაც უნდა ეგრეო შენ როს უესი აკეთებ. რამდენჯერმე ხელი ახლიდან თხოვა მაგალითად თავის მეუღლეს. ყველასთან შეეძლო აეღნიშნა რა ლამაზი მეუღლე ყავდა, როგორ უყვარდა ის. სიყვარულს თანაბრად უნაწილებდა ყველას. იოანეს და იოანას მამა მათსავით მხიარული, გულწრფელი და ლაღი დაამახსოვრდებათ. ყოველთვის ახერხებდა, რომ ის დრო, რაც საჭირო არის ოჯახისთვის,
მეუღლისთვის, შვილებისთვის მაინც ქონოდა არასდროს თქვათ რაიმე მნიშვნელოვანი დღე იმის გამო რომ დაკავებული იყო არ გამოუტოვებია. ხანდახან ვეხუმრებოდით რომ ერთი ვარ ხარ, რამდენიმე ხარ რა, იმიტომ რომ შეიძლება დილას აქ წირვა ჩაეტარებინა, მერე შუა დღეს ბავშვი წაიყვანა ფეხბურთზე და საღამოს ქუთაისში წესის აგებაზე წასულიყო. სამუდამო განსასვენებელი მღვდელმა თეიმურაზმა საგარეჯოში წმინდა დოდო გარეჯელის ტაძრის ეზოში ჰპოვა, სადაც არაერთი წელი იმსახურა. სასულიერო პირები, ოჯახის წევრები, ახლობლები და უცნობები მის საფლავთან ყოველდღე იკრიბებიან. არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე და აი აბსოლუტურად ყველა წამი ამაოვა სიყვარულის გარეშე. დასასრული შეიძლება დადგეს ზუსტად ერთ წამში. ისე რომ ადამიანმა ვერც გაიგოს ეს, ვერც შეიგრძნოს, სანამ ხარ, სანამ ცოცხლობ, სანამ ჯერ კიდევ სუნთქავ ადამიანი, იქამდე ყველა სუნთქვა სიყვარულით უნდა გაშხინთო და ყველას უნდა მიანიჭო ეს სიყვარული. არაფერი არ ღირს ადამიანის ფასად.